ნახეთ რა გაჩვენოთ, შეფუთულია უკვე დაპირებული აჯიკის რეცეპტი. ეს არის ნახევარი პორცია, მეც აღარ ვამზადებ ხოლმე. ნახეთ როგორი კონსისტენცია. ნახეთ როგორია. კაი, სქელიც არის. ოჰო, და სურნელი ტრიალებს სახლში. აი, არიცით მე ყოველთვის მე ესე ვფუთავ, ნახეთ როგორი ფერია. აი, ძალიან მაგარია და რა თქმა უნდა, ვისაც გინდათ ამ რეცეპტით, რომელიც ქალბატონმა მანანამ მასწავლა ჩემმა მეგობრმა, უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, მიყვარხართ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, დაპირებული აჯიკის რეცეპტით. აჯიკას უამრავი რეცეპტი აქვს და ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს, მაგრამ მე ეს ჩემმა მეგობრმა გამასინჯა რამოდენიმე წლის წინ, ძალიან მომეწონა, ქალბატონმა აქედან მივესალმები დიდი სიყვარულით და აი ძალიან მომეწონა. ეხლა მე ვაკეთებ 2,5 კილოს. ბევრი არ მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ სარდაფში არ ჩადიან ჩემები, ამიტომ იმდენს გავაკეთებ, ცოტას მოვამზადებ, რომ რაც ჩემ ოჯახს ეყოფა. აი იმდენს მოვამზადებ, რასაც აქ დავაწყობ, აღარ დამჭირდება ჩხუბი აივინჩავა სარდაფში. უბრალოდ კი არ მენანება დასარიგებლად, მაგრამ ამ დროს როცა ყველა პროდუქტი ძალიან ზვირია, მე ადამიანები ჩემი შრომა მენანება ყველაზე მეტად, ამიტომ იმდენს მოვამზადებ ცოტას, რომ აქვე დავაწყო და ჩემ ოჯახს აი რომ მეყოს იმდენი. ამიტომ გავაკეთებ ხა პორციას, ერთი პორცია არის 5 კილო დამზადება, მე წითელ ბულგარულს გამოვაცალე, გავწმინდე, მოკლედ გავასუფთავე კარგად, გავრეცხე და შეძლების დაგვარად დავწურე. აქ არის ნახევარი კილო ესეთი მწარე წიწაკა, 150 გრამი არის ნიორი, სუნელები, აი ნახეთ როგორ დავაწყე, ქინძი, ნახევარი ჭიქა, უცხო და ყვითელი ყვავილი. აუცილებლად დაგჭირდება ამ პორციაში, ჭირდება 5 ცალი ასპირინი, რო არ გაგვიფუჭდეს, მარილი და ზეთი დამჭირდება 250 გრამი. ეხლა უკვე მომზადებული მაქვს, მე გავატარებ, ყველაფერს გაჩვენებთ როგორი ფერი გამოვა, აი შეეცადეთ რომ წვრილი სეტკა გაუკეთოთ. მე 250 გრამ ზეთს მე ძალიან მომწონს, აი გაჩვენებთ საოცრებას რო ეძახიან, აი ესე აწერია მიოჯუზე, ეს აზერული ზეთია. ამას გაუკეთებ 250 გრამს, აი ამ ყველა ინგრედიენტს გატარებულს ერთმანეთში შეურევ, მარილს გაუკეთებ გემოვნებით. მართალია სარიცხის, ჭურჭლის სარიცხის მანქანაში დავასტერილე ქილები, მაგრამ მამაპაპური მეთოდით კიდევ ქვაფში კარგად ვათოხთოხებ და აი გაჩვენებთ როგორი გამოვა. აი მე მაგალითად ხო აი ამ აჯიკას პურზე შემიძლია რომ წაუსვა, აი ძალიან მიყვარს. სანდრო მაგალითად ნიორი ცოტა დააკელიო, მაგრამ აი პორციაში რაც იყო, შევეცადე რომ ქართული ნიორი ყოფილიყო, უფრო მძაფრი გემოარა აქ. ქართული ნიორი ვიყიდი, ახალ ნიორს რო ეძახიან და ეხლა გავატარებ და ყველაფერს გაჩვენებთ რა მარტივია. ზეთს ჩავასხავ, წამოვადუღებ. ზოგადად აი რაც უფრო პატარა პორციებს ვაკეთებთ, აი 5 კილოს, 2 კილო ნახევარს ქალები არ ვწვალობთ, უცებ გავაკეთებთ, ეხლა ამას უცებ გავატარებ, უცებ ავადუღებ, ჩავასხავ და აჯიკაც მზად მექნება. აი ეს რეცეპტი რა თქმა უნდა ზუსტ პროპორციებსაც დაგიწერთ. მე მაგალითად ძალიან მომწონს, აი გემრიელესია და ეს ვარიანტი მინდა რომ თქვენც შემოგთავაზოთ. დანარჩენს გაჩვენებთ. ჩავთე, ეხა ჯერ გავატარეთ ნიორს, რა თქმა უნდა. ხელთათმანები გაიკეთეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ვითომ ხო წითელი ბულგარულია, მაგრამ მაინც მწარეა. და აი ესე ძალიან მარტივად გავატარეთ. ჯერ ნიორს, მწარე წიწაკას, წვრილი სეტკა აიღეთ ყოველთვის და
ავადუღებ, ჩავაცხავ და არის უგემრიელესი, აი უგემრიელესი. გაჩვენებ შემდეგ რას დავაკეთებ. გავატარე ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ბევრი არ არის. ნახეთ, ეს ალბათ არის 6 ლიტრიანი ქვაბი და აი ნახეთ, სავსეც არ არის. რაც უფრო ცოტა სამზადებ, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი მოსამზადებელია. ზეთი გავუკეთე, როგორც გითხარით, 250 გრამი. ახლა ამას გავუკეთებ სუნელებს. უცხო სუნელი, კინძი, საფრანა. ჯერ გავუკეთებ ერთ სუფრის კოვს, მარილს და მე მარილზე გავსინჯავ, გემოვნების ამბავია. ეხლა ამას მოვათუხთუხებ. ადუღებიდან, უნდა ადუღდეს, კარგად დაბალზე დავდგავ და სადღაც 20 წუთი უნდა, რა თქმა უნდა, ასპირინიც გავატარე ბულგარულთან ერთად. და გაჩვენებთ როგორი განვიფერი აქ, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური. გემო იმაზე უფრო კარგი და ძალიან მოგეწონებათ ეს რეცეპტი. აი არის გემრიელესი. ფერი, აი ყველაფერი კონსისტენცია, აი ძალიან გემრიელია. მოკლედ ახლა ამას დავდგამ ქილებს. გამოვხარშავ ისე ძველი მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ სარეცხის მანქანაზე 2 თვლის რეჟიმზე გამოვხარშე, მაინც არ ვენდობი და მაინც ისე მამაპაპურად, როგორც დედაჩემი ხარშავდა ქილებს. გაზზე ისე გამოვხარშავ და გაჩვენებთ უკვე შედეგს, ჩავასხავ და გაჩვენებთ, სულ ეს არის. ძალიან მიყვარხართ, ახლა დავადგამ და კარგად უნდა ითუხთუხოს ადუღებიდან დაბალზე 20 წუთი. ადუღდა ჩემი აჯიკა და თუხთუხებს ახლა კარგად და მეც აი ესე ურევ დაბალზე, რა თქმა უნდა, 1-20 წუთი კარგად რომ დაიდუღებს ეს, მეტი არ ჭირდება. და აქეთ ცალკე ნახეთ. მე რო გითხარით ესე მამაპაპურად ეს მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის არეცხის მანქანაში გამოვხარშე, მაინც ესე კარგად ავადუღებ, უფრო დაცული რო ვიყო, ქარხანა ხო არა, ამიტომ კარგი სტერილიზაცია ჭირდება ქილებს და ჩავასხავ და მორჩა. რა რეცეპტებსაც გავაკეთებ ცოტ-ცოტას, ყველაფერს შემოგთავაზებთ. წელს გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ძალიან ცოტ-ცოტა მომზადე ყველაფერი, რა თქმა უნდა, მე როგორც დედით ნახევრად აფხაზი იყო დედაჩემი მომწონს, აი მეგრელებიც რო აკეთებენ შებოლილი. მშრალი აჯიკა როა, ისე ძალიან დიდხანს რო ჯერ შებოლავენ, ბუხართან რო უკიდიათ და მე რომ მშრალად აკეთებენ, აი გიჟდები ისეთ აჯიკაზე, მაგრამ ესეც არ არის ცუდი და ესეც ძალიან მომწონს. ხა უკვე ქილებში რო ჩავასხავ, გაჩვენებთ და რეცეპტსაც დაგიწერთ, მიყვარხართ. ფერზეც უკვე ეტყობა, რომ აი ნახეთ როგორი კონსისტენცია, ძალიან კარგი, ეს ჩემი ქილებიც თუხთუხებენ. ეხლა ამოვიღებ, ჩავასხავ და მთელი ღამე შევფუთავ და გაჩვენებთ. აი ქილები ბზინავს და ალბათ არც ერთ ქალბატონს არ ესწავლება, მაგრამ ხუფები რაც არ უნდა ძვირი იყოს და რაც არ უნდა დაზიანებული იყოს წინა წლის არასდროს არ გამოიყენოთ, აი კატასტროფაა. ამიტომ იყიდება ესეთი, მე შევიძინე თუ არ ვცდები ავთლუხის ბაზარში, ჩარშანდელები შემომყვა, გამზადებულია და ეხლა ჩავასხავ აჯიკას და გაჩვენებთ უკვე გამზადებულს. მიყვარხართ. ეს პროცესი მიყვარს ყველას ძალიან და ალბათ თქვენც რა. უკვე რომ მომზადებულია ეს ხზეთიანი, ამიტომ თან ურევთ კარგად, თან ურევთ, თან ვასხავთ. აი ეს ფინალი არის, აი ძალიან მაგარი, აი ნახეთ როგორი ფერია და ყოველთვის დაკვირვებული ვარ, აი როდესაც ცოტა სამზადებ, თუნდაც 3 კილოს, უფრო გემრიელი გამოდის, უფრო ხარისხიანი გამოდის. აი როცა ბევრს აკეთებ რაღაცა პროპორციებს, ისე ვერ საზღვრავ და ეს პროცესი მიყვარს, აი კაიფობ ესე ვთქვათ რა. ის სურნელი ტრიალებს, ეს შეიძლება დაიბრიდო. ისეთი, როგორ მიყვარხარ და რა თქმა უნდა, მიყვარხართ და რა თქმა უნდა, ამას მთელი ღამე შევფუთავ.
ხუფებია ესეთი სტერილური და მოუჭერე ხა და მთელი ღამე შევფუთავ აუცილებლად.